რა მშვიდობის ვიყურხართ ჩემო სიხარულებო მოგესალმებით ყველას ნახეთ თმები როგორ გამეზარდა გამომეზარდა და მიხარია ყავა გინდათ გია ყავა გინდა ყავა დავლიოთ იქით გავიდეთ იქით ვისაუბროთ ისინი ხარით მე რო ჩამომეზარდა ესე იგი ჩემი ზეთი თემიზეთი თუ ცოტათი მეტი მოგივიდა უკვე აღარ მომწევს ხოლმე რა აი ზუსტად უნდა იცოდე რამდენი უნდა წარისვა თორე მე თითქოს ამძიმეს თმას და აი როგორ გამეზარდა თმები ძალიან მიხარია ხო მისაკი რა ქვია ეხლა ის მინდა ყავა დავლიოთ გიასაც უნდა იმას გაკეთდა არის იმისი რა ქვია ილია შემწვარი ნიკას დავლიოთ ყავა ეს გია ისვენებს და ჯერ არ დაიწყო საქმეების გაკეთება მე მგონი მანქანაზე უნდა წავიდეს და მე კიდე მეც მინდა გასვლა და მე ოლნაბიჩიც კი საღამოთი უკვე მირეულ-მორეულია ხოლმე ყველაფერი და რაღაცნაირად დილით უფრო ჯობია რომ მიხვიდე და მეც გინდა იხიდო ჯერ მივდივარ ჯერ მივდივარ ჩავდები ეს მე ხო ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და გუშინ ერთხელს ვუსმენდი, ესე იგი შუახნის 55 წლისა იქნება რა. ეს ქალი და ძალიან შეძლებული ქალია თან. აი ძალიან. ხო და მიჭიერი თან, ძალიან ჭკვიანი, მიჭიერი, შეძლებული ძალიან მოგზაურობაში არა ვიცი აქეთ მოგზაურობს და ხანსა ხო და წუწუნებდა და რაზე იცით შეძლებული კი არის მაგრამ აი იმედენიც არა ხო ხდებით მილიონერი არა ხო და აქვს ძალიან დიდი სახლი ამ ქალს თავის საქმე აქვს ანუ სადაც უნდა რომ განვითარდეს კარიერაში რომ მიაღწიოს რაღაცა წარმატებებს და განვითარდეს ყოველდღიურად და ამას სიმხელაში რომ უნდა ხოლმე გოგოებო რომ ამ დიდი სახლისთვის ვეღარ იცის და ისე წუწუნებდა ფაქტიურად რა ვიცი რა ძალიან დიდი პრობლემა იყო ეს მისი სახლი კეთილ მოწყობილი დიდი ისეთი რომ აი ხო ხვდებით რა შეხვალ და გამოსვლა აღარ მოგინდება ეზოთი და აუზით და ყველაფრით და იმდენად დიდი ენერგია სჭირდებაო რომ ჩემი საქმისთვისო ფაქტიურადო აღარ მრჩებაო რა დრო და მე კიდე თან ისეთ ასაკში ვარ რომ თან მოგზაურობს ახლა და მინდა რომ უკვე დავისვენო ჩემი საქმე არ მყლისო მინდა რომ ჩემი საქმე ვაკეთო გავიზარდო და ეს უკვე ძალიან ზედმეტია ჩემთვისო ამ ხელა სახლიო ამ ხელა კარმი დამო და ამ ყველაფრის მიხედვაო არის ძალიან ძნელიო და ნახეთ იმდენი ფულიც არა აქვს ხო ხდებით რომ ფული უნდა ყველაფერს რომ აიყვანოს რამოდენიმე ადამიანი ანუ ერთიც არ იყოფა ეგეც საქმს მე ვიცი დიდი სახლი მთელი ცხოვრება არ ვიცი აი ძალიან დიდიც არ არის ხო ჩვენი მახელა არ არის სოფელში ჩვენი სახლი მაგას ვუა მაგრამ ნახეთ როგორ არის
აი ერთი ქალი დედაჩემი ხომი არ იყო ხოლმე საკმარისად, რა მეც პატარა ვიყავი ჯერ, ხო, მაშინ იყო და არ მქონდა ეგრეთ 13-14 წლისა რო ვიყავი, არ მქონდა ეხლა იმისი ჯანი და ის რომ იმ ხელასახლები მე რა გებინა, თუმცა წამოვიზარდე თუ არა, აი ხო იცი დედაჩემა მე ვეხმარებოდი მთელი დღე დილით რომ დავიწყებდი ხოლმე სამზარეულოს და გადმოყვიდი ამ ჭურჭელს. რა მაშინ ეგრე იცოდნენ ხოლმე რა. მე მივხვდი რომ ეს ძალიან სიგიჟია და არ შეიძლება ესეთი რაღაცა. დაალაგე ნენელა თაროები, რა სიგიჟია. გადმოყვიდი ყველა თებში, ყველა ჭიქა, ყველა ჩანგალი, ყველაფერი უნდა დამეხეხა, გამერეცხა. ამების თავი კარადებისა თუ შიგნით თუ გარეთ თუ რავი ყველაფერი რა და მე ისე მიგლებოდი ხოლმე გოგოებო რომ აი არ ვიცი მეორე დღეს რომ და ნუ ბავშვი რო ხარ ჯერთან მაინც რა ეხლა მაგრამ არის ეხლა 15 წელსაც რო იყო ბავშვი ხარ და ისე მიგლებოდი ხოლმე რომ მეორე დღეს ხოლმე თავი არაფრის არ მქონდა ხოლმე არა და დედაჩემიც მეწოდებოდა იმიტომ რომ იმ ხელასახლში ძალიან ძნელია ერთი ქალი გაუწვეს ერთი დიასახლისი აი ჩვენი სახლი გორში რო არის ორ ქალმა მაინც უნდა მიხედოს რა ყველაფერს რომ ანუ რომ მოასწრო ყველაფერი რომ კარგად იყოს რა დალაგებული ხო, ერთი მისთვის ძნელია, თუ არა და უნდა გადაწყდე, მეტი არაფერი არ უნდა გააკეთო რა, მარტო ეგ უნდა აკეთო, მარტო ეგ. და რავი, არა, მაინც ვერ ასწრებ, იმიტომ რომ რამდენი საქმე მაქვს მე ამ პატარა სახლში, საჭმელი ხო ძალიან მნიშვნელოვანია, ეგ ხო უნდა გაეკეთებინა დედაჩემსაც, ხო და იმ ყველაფრის დალაგება ყოველ იმაზე მე რა ეზოსი, ამისი, რა ვიცი რა, ძალიან ბევრი საქმე. ხო და ეს ქალი ამბობდა რომ გაყიდო არ მინდაო მეო ამ სახლისაო და არც გავყიდიო მინდაო ვინმე ადამიანიო რომელიც გააკეთებს ამ ყველაფერს ანუ რაღაცების არემონტოც არისო და იმეებსაც რო გააკეთებს აი რემონტსაც რო გააკეთებს საჭმელსაც რო გააკეთებს თუ საჭირო იქნებაო და რავი ესეთი ადამიანის შოვნა კიდე ხო ძალიან ძნელია რა თან კიდე რომ მე კი არ შემეკითხოსო ეს როგორცნა ეს როგორცნა ჩემზე კარგად რო იცოდესო ყველაფერიო თავის სახში თავზე კარგად როგორ უნდა იცოდეს არ ვიცი ხო და დავფიქრდი რა და სოლომონის სიტყვები ძალიან მაგრად გამახსენდა რომ ყველაფერი ამაოებაო მილიონერი კი არა მილიარდელი იყო ეს კაცი ხო და მაინც ესე თქვა. თუმცა მაშინ კიდე სხვა დრო იყო. ეხლა იცით როგორ არის. ნუ დღეს რო ვლაპარაკობთ მე და გია. არ მართლა იმდენი უნდა გქონდეს, რომ აი ამ ხას დავუშვათ რა. იმდენი უნდა გქონდეს ესეთ ადამიანს, რომ შეეძლოს ამ ყველაფრის ძალიან მაგრად გაკეთება. აიყვანოს რამდენიმე მოსამსახურე 4-5 მოსამსახურე მაინც უნდა მაგა იმას რა ქვია რა სახლს ზოგმა საჭმელზე იფიქროს ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ზუსტად იგივე მდგომარეობაში ჩავარდება ის ადამიანი რა მდგომარეობაში ეს ქალია მესმის რომ ამას თავისი კარიერა აქვს დავუშვათ და იმაზე უნდა მთელი დრო დაუთმოს იმას და ის მაგალითად ის ადამიანი ვისაც აიყვანს მარტო იმაზე იქნება პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც ძნელი არის. მაინც ვერ გაუწვება ერთი ადამიანი მაგ იმას რა ქვია, მაგ ყველაფერს. რავი ჯერ ყავა დავლიოთ და აქ საჭმელი ხომ შინდელი. ეს მაგრამ ჯობია ჯერ ყავა დავლიოთ და მე ამას გავაკეთებ და მოვედი და ერთი სიტყვით, რასაც გიყვებოდით ძალიან აი ამ ქალის ადგილზე, რავი რა, დახარჯა ძალიან დიდი დრო ამ ყველაფერზე, ძალიან დიდი ენერგია, ყველაფერი ჩადო ამ სახლის გაკეთებაში და ბოლოს ერთად ექცა. ნან ისეთი არის რა.
ცხოვრება. რაზე ყვები? ეს გასულს მინე გუშინგია და მოყვები უკვე ხა თავიდან მოყვები. სახლი ექცა ტვირთად, რომელშიც ჩადო ძალიან დიდი ენერგია, დრო, ყველაფერი არ ვიცი რა და ძალიან დიდი სახლი აქვს და კარიერას უნდა რომ მიყვეს, თავისი კარიერა უნდა რომ წარმატება ქონდეს იქ და დიდი დრო სჭირდება ამისთვის და სახლი უკვე ტვირთი არის. იმიტომ ბოლომდეც ვერ მოსჩა რემონტებს, რაღაცეებია გასაკეთებელი, ძალიან დიდი ეზუარი და აუზებით, ხო იცი დიდი სახლები რო არის რა, ყველაფრით გაკეთებული. მაგრამ იმხელა დრო და ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს, რომ ფაქტიურად რამის ტიროდა. მაგრამ იმდენი ფულიც არა აქვს, რომ აიყვანოს ხალხი, აი რამდენიმე ადამიანი რო აიყვანოს და ამ სახლს მიხედო. გეუბნები მაგ სახლს 1-5 ადამიანი უნდა. თან იქ ცხოვრობს რა, მოგზაურობს, მაგრამ თან ცხოვრობს იქ და ვიღაცამ საჭმეზე რო იზრუნოს, მოტანაზე, ვიღაცამ გაკეთებაზე, ვიღაცამ ამ რემონტებზე, ვიღაცამ ხო ხვდები 1-5 კაცი უნდა მაგ იმას რა, როცა ოჯახი ცხოვრობს იქ. და მაგ ხელა ისა არა აქვს, რომ თვეში ახლა 6,000 ლარი იმაში გადაიხადოს. ქართველია? ხო, ქართველი. გამოდის მახეთ ექცა თავისი. მახეთ ექცა თავისი ისა და ბოლოს ვეღარ დავამთავრე ხა ყავაადუღ და გამოვიდანი აქეთ და იცით რა არის, ჩვენ უნდა გავსაზღვროთ რის საშუალება გვაქვს. როგორ სახლში როგორი სახლის შენახვის საშუალება გვაქვს. ის უნდა გავსაზღვროთ, რომ ვიყოთ ბედნიერები რა. ხო გეუბნებ, ძალიან დიდი პრობლემა არის ახლა ეგ მაგ ქალისთვის. რა მისტიროდა? ამაზე მეტი პრობლემა არაფერი არ მაქვს. ხო ეს არისო და გაყიდვა არ უნდა თან, ახე. გაყიდვაც არ უნდა. არის ეგრე. სუდად. დააგდოს ფუჭდება. აი დაუშვათ დააგდოს და წავიდეს ქირით იცხოვროს. ქირით რა? წამოსულ ვარო რა. წამოსულ ვარო ქირით. მიხვდი? გავსულ ვარო ბინაში ქირით. რატო ხოდა? მაგიტო კაცო პრობლემა აქვს უკვე იღლება მეთქი იმ სახლში და გაქცევა უნდა მაგ სახლიდან. და არც გაყიდვა არ უნდა. ქირით გასულ ვარ და უკარო დაუბრუნებულ ვარო, იმიტომ რომ ჩემი სახლიაო, ხო? სვის უარ არისო, იცი როგორ აფუჭდება ოგია, უცბად ფუჭდება თურმე რა, დიდი სახლები და თუ მიგდებულია, სულ უარესდება მდგომარეობა. თუ დააგდებ. ხო და უნდა განსაზღვრო რისი როგორი სახლის საშუალება გაქვს, რომ ისეთში იცხოვრო. მე მაგალითად არ დამენანებოდა ეგ სახლი არც ერთი თუ ეგრევე გავყიდით. არ გავყიდე თუ რა ორი სახლი. იმ წუთში არ დამენანებოდა, სადაც კარგად ვიქნები იქ ვიცხოვრებ. მე რა ვიყიდი რომ გამოდიდრდები და ეკნება საშუალება. მიუხედო. მენანებაო. თუ ნერვებს გიშლის და გამწარებს, რატო უნდა დაგენანო? არ დამენანებოდა, ეგრევე ხო, თან რა თქვა იცით კიდე. ეხლა არც იცით ვინ არის და მივუძღვენი მთელი ვიდეო, იმიტომ რომ საინტერესო თემაა, მე ძალიან დამაფიქრა. ისეთი ჭკვიანი ნიჭიერი ქალია, რომ ანუ ხონა ვუყუროთ სხვების გამოცდილებას, რომ ჩვენც იგივე მდგომარეობაში არ ჩავარდეთ, არა და სხვისგან ვისწავლოთ ხოლმე ჭკუა. ვიდრე საკუთარი გამოცდილებითა და სიმწარეზე. ხო და რა თქვა იცით? რო გავყიდო, ეგრე მალე არ გაიყიდებაო. დრო უნდაო ამას, ძალიან ძვირად ღირებული სახლიაო. ეს ხო კორპუსის ბინა არ არისო, რომ უცბად გაიყიდოსო, შეიძლება მილიონი ლარიანი არის გაიგე და ან $1,000,000 სახლი და ეხლა აბამიდი იპოვე კლიენტი $1,000,000 რო გადაიხდის. ყველაფერს აქვს თავისი კლიენტი ყავს ეგრაშუაში. ადამიანმა იცი შეიძლება სცადა. ეგრეთი მალი არ გაიყიდებაო ჩემი ბინა, ძალიან დიდი დრო უნდაო და შენ ხო გამოგიცდი ეგ გაყიდვის მომენტიც რა ძნელია.
რო ყიდი და რო არ იყიდება, ნერვები გაწყდება. ძალიან ძნელია ეგეც. რაღაცას რო ყიდი, გინდა რომ სხვაგან გადახვიდე, იქ გული აღარ აგაქვს და ვერ იყიდება. ყველაფერი გამოვცადე ამ 40 წელში მოკლედ, ეგ გრძნობას ვიცი რა არის. სტუდბინას რო ყიდიდით, გული აღარ მქონდა მაგ ბინაზე. და ანუ დრო თან მაინც მალე გავყიდით, ხო გახსოვს? ძალიან მალე გავყიდით რა, რათა გქონდა ეგ გრძნობა რო არის. მაინც იყო 1-2 თვე იგაცო, ეხლა ეგრეთი მალეც არ იყო ეხლა. ერთ კვირაში არ გაგვიყიდია გია. გადასვლიანად და მთელი ამბებიანად 2 თვე მაინც გაგზედა და ეგ 2 თვე გეჩვენება 2 წელი. შენ მუშაობდი. კაცები იმდენად ალბათ ვერ აგრძნობენ. ეხლა გია სამუშაო ქონდა, მიდიოდა, მოდიოდა, მიდიოდა მაინც. ეხლა იმას ხო ვერ გააცდენდა და მე ამითი რო ვიყავი დაკავებული ძალიან ძნელი არის. შეიძლება. ესე კარგი მაგალითია, რომ თუ ერთად არაფერი არ გადააქცი. ცხოვრებაში. შეიძლება ყველაფერი გადაგექცეს ეგრეთ ერთად აიტანსაცმელიც. მე ვიშორებ ხოლმე ხო იცით, არ შემიძლია. ყოველ წელს ვარჩევ და გამაგრაც არ ამჭირდება და რასაც არ ვიცი მე. და მიახია მე. აი გარდერობი რო არის გადაცემა. წკრიალაშვილი, ნინი წკრიალაშვილი იყო ხო რო წამყვანი მგონი. ეგ ხო დადიოდა ხოლმე და ათვარიელებდნენ რა ცნობილი ადამიანების გარდერობებს. რო უყურებდი ხოლმე მაგათ გარდერობებს, გოგოებო. გული მიწუხდებოდა ეს რო ჩემი იყოს, მეთქი ზუსტად მიხდებოდა გული. მართლა კი. აი თან ერთ-ერთმა არ მახსოვს რომელიღაცამა თქვა რომ ისეთი მოვლა უნდაო ამ ყველაფერს. სუშალის ტანსაცმელი ქონდა ძალიან ისეთი შალი და ის რო არის კიდე ბეწვი და რა. შალი, ბეწვი და ერთია კიდე რაღაცა ის ჯემპრებს ეძახია და სუფთა ის რო არის ქსოვილი, აი ნატურალური და მოვიწდა. ნუ ერთი სიტყვით მატყლი ავიღოთ რა. ჭრჭილი უჩდება გია, ის უჩდება. მაგას სერიოზული მოვლა უნდა. მაგდენს როგორ ჩაიცმევ წელიწად ყოველდღე რო ჩაიცვა, აი ესე გადმოდიოდა და გადმოდიოდა, ესე გადირობიდან რაღაცა ისინი. კარადები კი არა, აი ესე რო გადმოწევ და გადმოვა ერთი რაღაცა და სავსერუარი ჯეპრები. მერე კიდე გადმოწია, გადმოვიდა კიდე ეს დასაკიდიანი ისინი, რა ქვია მაგას კაცო, ეშორკები რა. და რა ვიცი 1-400 ჯემპრი რო არის რა, ზედ. და გული შემიწუხდა. ღმერთო ჩემო, ეს რო ჩემი იყოს, რამხელა სადარდებელია. და თან იძახდა მე ამეებს ვერ ვაჩუქებ ისეთი. რა ძვირიანი არის. შემიძლია ომის. თელი სამაქო რა, ქონება იყო მაგისი ეგ და მე ვმუშაობდი გამყიდვლად გორში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, გალერეაში. და მაგასაც ქონდა ხოლმე თურქული ტავარი. ეგეთი შალის ჯემპრები და რაღაცები. და ისე ეშინოდა ხოლმე გია ქეთინოს. ისე ჯერ ხო თვალი ვიხო გადმოცვენას აქონდა და ისე ეშინოდა ამ ტანსაცმლისა, რომელიც მიქონდა სახში ზამთრისები. ხონა წაიღუა რა სახში, იმიტომ რომ საფულისები დაკიდო მაღაზიაში. და რა ვიცი რა, მთელი ამბები ქონდა ხოლმე იქა წამლებს ულაგებდა და მას რა. ძალიან ის არის. რთულია რა, ისეთი ის უნდა აირჩიო, სამსახურიც ისეთი უნდა აირჩიო. გონიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვირთად არ გაგიხდეს, არც ტანსაცმელი, არც სახლი, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ისი პრობლემა გექნება. უფულობის პრობლემა გექნება თუ აი ხლა მაგაზე რო ვლაპარაკობდი ხლა ეგ პრობლემა რომ ადამიანმა უკვე აღარ იცით მოიცილოს რა ეს ყველაფერი განთავისუფლება მინდა რა 55 წლისა იქნება და არა მინდაო ეს ყველაფერი დავიღალო დასვენება მინდაო მოგზაურობა მინდაო და მარტო ის მინდაო რომ ჩემი საქმე ვაკეთო აღარ მინდაო ამ ყველაფერზე ზრუნვაო რომ მითხრანო რომ
წავიდეთ, ეს ვიყიდოთ, სარემონტოს ისინი ვიყიდოთ, საჭმელი გააკეთე, მომიტანე, მაჭამე, არ მინდა, დავიღალე. აქეთ მინდა მომევსალო. 50 წლიდან იწყება კი, შენა გააკეთე გრძნობა. დასვენება გინდა უკვე. ხო, რა თქმა უნდა. მე არა მაგ ჯერა ეგ შეგრძნება რა, უნდა მოვასწრო 10 წელში, რომ მოვაწესრიგო ეს სახლი და ისეთი გახდეს, რომ ძალიან კომფორტული გახდეს 10 წელი ძალიან დიდი დრო არის, რომ მე დავისვენო. ეხლა რასაც აყვებოდია ჯემპრებზე, სახლებზე. ქრისტეს სიტყვები გამახსენდა, რომ ნუ აგროვებთო დედამიწაზეო, სადაც რჩილი და ჟანგი ჭამს. ესე იგი, აი ყველაფერი არის წარმავალი, რაც არ უნდა მოაგროვო, მაინც ფუჭდება. და შემდეგ რას ამბობს? მოაგროვებთო, ანუ ზეცაშიო. ზეცაში რა უნდა მოაგროვო, როგორ უნდა მოაგროვო? ან რა იგულისხმებოდა შენ? ზეცაში? ხო. ვერგის საქმეებში. შენი კეთილი საქმეები. და ზეცაში რანაირად გროვდება ეს ყველაფერი? ხედავს. ღმერთი ხედავს. სადაც არც რჩილი შეჭამსო და არც ჟანგი და არც ქურდი მოიპარავს. შეუძლებელია ღვთისმეხსიერებიდან ამუშალო შენი კეთილი საქმეები. აი ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ხო? და რაც აქ დედამიწაზე ეს ყველაფერი წარმავალი. და თვითონ რა უბრალოებით აჩვენა თავისი ცხოვრება, როცა ერთ-ერთმა უთხრა, რომ მოძღვარო, წამოკვებიო. რომ ხედავდა, რომ ხალხი მისდევდა და მოციქულებიც აირჩია. რა უთხრა იესო? საწამოკვებიო, მელიოც სოროები აქო და კაცისძესო არა აქო, თავშესაფარიო. სახლიც კი არ აქონდა, ხო? ფაქტიურად. ამითი აჩვენა, რომ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ გარშემო მატერიაზე არ არის დამოკიდებული. და რასაც აძლევდნენ სხვას გადასცემდა. თუ გააქვთ ორიო, ერთი სხვას მიეცითო. გახსოვს? უწილადეთო. ნუ არ ვიცი, აი სიმარტივეში რა არის იცი, ეს დღევანდელი ეს წუთი სოფელი, ეს სისტემები, თავრობები, ეს ბიზნეს სექტორი, ყველაფერი ესეთი გარემო, ატმოსფერო და პიარი შექმნა, რომ თითქოს ადამიანი ამების გარეშე წარმოუდგენელია, რომ ბედნიერი იყოს. და სინამდვილეში ამ ყველაფრის მოპოვებაში ხდება ადამიანი უბედური. ვაი, საინტერესო იყო მაგიტომ. რა უცნაურია, ხო? მაგ ქალის ლაპარაკი გუშინ რაგი ამომიგდო და ვიდეოებში და დამაინტერესდა და ვუყურე. ძალიან საინტერესო იყო. ადამიანი არის შეწუხებული, ვერც იცილებ, გაიგე? ეგრე ადვილი ხო არ არის ქონება მოიცილო და არადა ტვირთი არის ეს და უბედურად გხდის. ხო. და შემდეგ ესეთი საინტერესო აზრიც გამოთქვა ქრისტემ, რომ ნუ წუხართო. რა ჭამოთო? არის შეიმოსთო. ხო, ანუ აი ზედმეტ წუხილზე აქ ლაპარაკი, თორე სახარებაში და მთლიანად ბიბლიაში შრომას იწონებს ღმერთი, რომ უყაითი მშრომელიო მეფის წინაშე წარდგებაო, ხელოსანი ან ვიღაც ძალიან გამოცდილო რო გაქვს შეზენილი და კარგი რო დაუსტატდები. ანუ შეკებას იმსახურებს, მაგრამ წუხილზეა ლაპარაკი. და შემდეგ რა მარტივი მაგალითი გვაქვს. აი ამ შროშანებს შეხედეთ, მინდორში ისხდნენ, ხო? დღეს არისო და ხვალ ზედა წელს, ხო? აღარ იქნება. და დიდებული სოლომონიც კი არ იყო ასე შემკობილი და შემოსილი, როგორც ეს ყვავილიო. პატარა ყვავილი. ამ ბეღურებს შეხედეთო. არა თესავენო, არა მკიანო, არა ხნავენ, არაფერს არ აკეთებენ და ღმერთი ზრუნავს მათზე, ხო? შიერი რომელი ბეღურა გინახი. და აი ეს ზედმეტი წუხილი
ადამიანს აკარგვინებს როგორც ჩანს ბედნიერებას. დამძიმებული ხარ ამ მატერიალიზმით, მატერიით და ადამიანი შემდეგ თავს უკვე აღარ აქცნობს ბედნიერად. ილუზია არის, აი ადრე ერთ-ერთი მილიონერის ინტერვიუ მოვისმინე. ნავთობ მაგნატი იყო, ნავთობის ბიზნესი ჰქონდა, ამერიკელი. 60 წლისა იყო და უკვე აი აღარ იცოდა ვარჯიშობდა, ანუ სიცოცხლე უნდოდა რა, ყველაფერი ჰქონდა და სიცოცხლე უნდოდა და ბოლოს ასეთი რაღაც თქვა რომ ხელახლა რომ შანსი მომეცესო ახალგაზრდობის სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. ანუ ზოგი მიხვდა ყველს გზა რო გაიარა და ჩვენ ვინც ცოტა დაბლა ვართ რაღაც საფეხურზე ამ მატერიალიზმში გონია რომ ბედნიერების პიკი იქ არის მაღლა საფეხურში და იქიდან ვინც იყურება ამბობენ რომ გავიარეთ ეს გზა და არაფერი საინტერესო არ აღმოჩნდა. გარდა დროის ხარჯისა და წვალებისა. და სხვათა შორის ის რო არის Apple-ის კომპანიის დამფუძნებელი რო იყო, რო დაიღუპა. ძალიან საინტერესო ის თქვა, სამავთყოფოში წერილი დატოვა. გახსოვს? რო გამოქვეყნდა Facebook-ზე. აბა შემახსენე ხო? ავად იყო ხო ბოლოსა უკვე ძალიან. კი, ძალიან ბევრს ვშრომობდიო. ეს ქონება მილიარდერი გახდა. მაგრამ ფაქტიურად ვერ ვიყენებდიო ამას, სუშრომაში ვიყავიო. და იმის ნაცვლად რომ სწორად მეკვებაო. ну აი ზუსტად აღარ მახსოვს ასე თქვა რომ სწორად იკვებეთო რომ შემდეგ თქვენი საკვები წამალი არ გახდესო და რაღაც ესეთი პარალელები ძალიან საინტერესო პარალელები იყო ზუსტად შინაარსი დამავიწყდა მაგრამ ეს ემოცია დამრჩა რა ეს ადამიანი კუჭის კიბო თუ რაღაც ქონდა რა და უკვე სარეცელზე რა ანალიზს აკეთებს თავის ცხოვრების და თავის მდგომარეობის რა გამორჩა მხედველობიდან ნამდვილი და აი ამაზე მიიღეთ საჭმელი ისე როგორც წამალიო რომ მერეო წამალი არ მიიღო საჭმელი როგორც საჭმელი ხო ძალიან ბევრი ცდუნება ამ წუთის სოფელში თუნდაც მაგ ქალბატონის ახლა მე არ მინახია და ცდუნება იყო რომ რაღაც დიდი სასახლე ააშენა რომელსაც ვეღარ ერევა ვერც ელევა და იცი რატო გია ბოდიში თავისი დრო აქვს იქ ჩადებული ძვირფასი ენერგია და ფული მაგიტო ვერ ელევა თვითონ გააკეთა ეგ ყველაფერი მაგრამ ესო რას ამბობს სადაც არის თქვენი გული იქ არის თქვენი საუნჯეო ეგრე ანუ თუ მატერიალიზმშია შენი სიყვარული და გული იქით აგაქვს მიხვდი და უკვე ვერ ელევი ამ ყველაფერს მობმული გაქვს ფეხზე მახესავით არის ეცოდე შენ ვიდეოს როგორ ელოდებოდი კვირაში ერთხელ ხოლმე ჩავწერთ ხოლმე რა ესე ვიდეოს გოგოებო მე და გია ერთად და თავისუფალი დღე მაქვს ერთი და ხო აი მაგ დღეს ხუთი შაბათს ერთ სიტყვით რა არის იცი ნახე აი ეს პერსონაჟები გინდაც დედა ტერეზა ხო გახსოვს შენ? კი, როგორ არის? ერთ და იგივე ფორმა ეცვა რაღაც სოლებიანის რაღაც ხალათი. უამრავ ადამიანთან მიდიოდა და ეხმარებოდა ეს ავანტყოფებსთან და მთელი ეს სისტემა შექმნა რო იტყვია. მატერიალურად არაფერი ისეთი არ აქვს, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი მდიდარ ადამიანად შეიძლება შეაფასო. იმდენი სიკეთე და იმდენი ემოცია მიიღო ხალხის თვალებიდან. უდიდესი სიყვარული. ხალხს დორბლი გაზდიოდა და კოცნიდა ეგეთ ადამიანებს. ხო გია და ეფერებოდა, ეხუტებოდა. და რამდენი ასეთი გინდაც მართლმადიდებელი ბერები იყვნენ თუ ადამიანები, მორწმუნეები. ეთელი ადამიანები უბრალოდ ქველმოქმედები ამაში იესო რო ამბობს რომ გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს ვიდრე მიღებასო აი ეგ არის რომ როცა სიკეთეს თესავ ამით უფრო ბედნიერი ხდები და უფრო მდიდარი ხდები
ვიდრე აი ვინაც მაქხელა სახლი ააშენონ და მარტო კინა იყო და მაინც უბედურად გზნოდე თავს. და რამხელა თანხა შეიძლება დაგიჯდეს. კი, დრო, ენერგია და შენი ის ჩადო ყველაზე ძვირფასი დრო, რაც გაქვს ენერგია და მე გენანება რა თქმა უნდა, ხა მაგ ყველაფერს ვეღარ იცილებ და ვეღარ თავისუფლდები. ძალიან ის არის რა, აი ძალიან დასაფიქრებელია ჩვენთვის, რომლებიც რაღაცნაირად იმან უკვე მიაღწია, ხო და ვცდილობ და ბიბლიაში ეგრე არ არისია. ის მაგალითები სოლომონზე მდიდარი ვინ არის ახლა, ხო? არავინ. არც ერთი ადამიანი მე მგონი უმდიდრესი ადამიანი იყო და რაც თქვა, მაგრამ ხო, ვიცით ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამაოება და ქარისტევნა. რაც თქვა. ეს ყველაფერია. რაღაც მომენტში გაჭირვება ძალიან დამღლელი არის და შეიძლება ადამიანი იმდენად დაიღალოს, რომ უკვე ისწრაფოს იმ ყველაფრისკენ რა, რაცაც უკვე ამ ადამიანებმა მიაღწიეს და მე ანუ მაგასაც არ მოაქვს ფაქტიურად ბედნიერება. ალბათ რა ვიცი შუალედი უნდა დაიჭირო. ხო, არც ძალიან გაჭირვებით დაიტანჯო და არც ძალიან იმხელა ქონება გქონდეს თუ შეგიძლია მაგ ყველაფრის მიხედვა. ნახე, ამ ხალის პრობლემა ეგეც იყო, რომ არა აქვს მაინც იმხელა ფული, რომ მაგ სახლს მოუყოლოს. შუალედი კი არა დაიჭირო. მაგრამ სოლომონს ხო ქონდა გია და რატო თქვა ეგრე? სოლომონს ქონდა. იმიტომ რომ ხედავდა რომ ყველაფერს გაუსინჯა გემორე. რამდენი საყავდა მოსამსახურე? 700 თუ არა, ეგ მოსამსახურე არის. ცოლები. 700 ცოლი და 300 ხარჭა ყავდა. ანუ 1000. და მოსამსახურეებიც ხო ყავდა ძალიან სამეფო იყო კი. აი, უმდიდრესი ადამიანი იყო. დღევანდელი ეკვივალენტით რაც არის აღწერილი, დედამიწაზე არავინ არ არის, მაგრამ მდიდა. ტონობით ოქრო და ის შეძდიდო და ყოველ წელიწადს. ჭამე და სვიო, ეს ცხოვრება. ლიბანის მასალა, ხეტყის მასალა, შოლტივით ხეები და ისინი, ანუ ძალიან ძირადღირებული. და დიდი სიბრძნედებს რა. შუალედი კი არა დაიჭირო შენ. აბა რა უნდა ქნაგია. ნახე, ასეთი გაჭირვებაში უნდა იცხოვრო. არა, გითხრა. ასეთი აზრი წერია. აი ამ უძველეს წიგნში რომ შეიმოსეთო ქრისტეს აზროვნებით. ანუ ნახე ეს რას ნიშნავს? ეს გეხმარება სწორი ორიენტირები გქონდეს და არა რაღაცის უბრალოდ განსაზღვრა რომ აქედან აქამდე და შუალედი დავიჭირო. ქრისტეს აზროვნება, აი თავად იესო როგორ მოიქცეოდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში. აი ამაზე რომ დაფიქრდები, გეხმარება რომ შენ სწორი ორიენტაციით იმოქმედო და იცხოვრო. რა უფრო მნიშვნელოვანია, რაღის უფრო შენი დრო რაში დახარჯო, ხო ყველაზე ძვირი დროა. შეზღუდული გაქვს დედამიწაზე. ყველაზე ძვირფასი დრო არის. და ყველა მოქმედებაში გჭირდება დროის ჩადება. კი. ამიტომ აი რაში დახარჯავ და საბოლოოდ რა სიმდიდრეს შეიძე, რა სახის სიმდიდრეს. აი ამ დროის განაწილებაზეა დამოკიდებული. დრო. კი. და მე მაგის მოვლაში კიდე რა დრო დაგჭირდება, ეგ არ უნდა დაგავიწყდეს. რამდენი უნდა შეიძინო, რომ მაგ ყველაფერს მიხედო. მაგასაც დრო უნდა და იმიტომ ტიროდა ეს ქალი, რომ ეგ დრო არა აქვს, მიხვდი? უნდა რომ იმოგზაუროს, უნდა რომ დაისვენოს. ანუ არაფრის გაკეთება არ უნდა, მარტო თავის საქმის გაკეთება უნდა რა. მეტი ყველაფერი ზედმეტი არის მაგისთვის. უკვე ტვირთია და ტირის უკვე. რომ ის რო ითხოვს, ცხოველებიც აყავს თან. აი ეს მოგზაურობა. დიდი ძაღლი რო ყავს, გია. იმას ხო ვეძე დატოვებ რავი, ალბათ ვიღაცა ყავს მაინც, ვისაც უტოვებს. თუ სამი დიდი ძაღლი რო ყავს, იმათ ხო რამ ხელა მიხედვა უნდა, ძაღლებს ხო იცი. აცრა და ესა და ისა და რა ვიცი ყველაფერი. მოგზაურობას რაც შეეხება ჟანა, ერთი შეხედვით სასიამოვნოა, მაგრამ მე ისინიც მომისმენია, რომ ვინც ბევრს მოგზაურობენ ძალიან დამღლელია. ხშირი ადგილების გამოცვლა, სახლები, სასტუმროები, ჩემოდნები, მოგზაურობა, ტრანსპორტი. ჩვენ მხოლოდ იმ ილუსტრაციებს ვხედავთ უკვე იმ მომენტში რა ლამაზ ადგილას არიან და ეს ყველაფერი შენ უნდა ხო ისაქნა გადალახო და მძიმე შრომას ავიწყო. კი, ფრენაც არ არის ადვილი. კი, ადაპტაცია. უბრალოდ საქართველოში სხვა ქალაქში რო წახვალ, იქაც კი სხვანაირად გეჩვენება ყველაფერი, გონება უკვე
რაღაც უფრო გეღლება და მით უმეტეს სხვა უცხო კულტურებში რო გადახვა. აი ამიტომ ოქროს შუალედი არ უნდა დაკარგო. და რაც შეეხება მოგზაურობას, კიდაც ისევ სახარებიდან რო ვისარგებლო, იესო ქრისტე დედამიწაზე ყველაზე უნიკალური, როგორც ადამიანი. თავის დაბადების ადგილიდან 300 კილომეტრის რადიუსზე შორს არ არის ნამყოფი. ისე წავიდა დედამიწა. 300 კილომეტრი არის მისი ყველაზე დიდი რადიუსი, სადაც იყო. თავის დაბადების და არც ერთი მეფე, არც ერთი გენერალი, არც ერთი მწერალი, არც ერთი რა ნებისმიერი ეპოქა აიღე ხალხს დღემდე უკვე დავიწყებულებია იქ ხალხი და იესო ქრისტე დღემდე აქტუალურია, არა ისე როგორც ყოფილი ისტორიული პიროვნება, თითქოს დღესვე ისევ პირდაპირ ხალხის თვალში არის როგორც ცოცხალი და დაფასებული. არც უნივერსიტეტი დაუმთავრებია, არც მდიდრულ ოჯახში გააზრდილა, არც მსოფლიო მოუვლია, რაღაც ეთქვათ რომ ეს გამოცდილი კაცია, მაგრამ როდესაც მის დასაჭერად მღვდელმთავრებმა გაგზავნეს ჯარისკაცები, ამ დროს იესო ხალხს ესაუბრებოდა და იმდენად გაოცებულები იყვნენ ეს ჯარისკაცები, რომ უკან ხელცარიულები დაბრუნდნენ და უთხრეს რომ რატო არ მოიყვანეთო რა შესაქმნეო? ჩვენ მოვისმინოთ და ასე არასოდეს არავის არ ულაპარაკავს. ულაპარაკიო. შოკში იყვნენ იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი. აი ეს არის ნიმუში მაგალითი, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი და როგორ შეიძლება იყოს ის არაფერი წარმატებული და მოსაწონი და საყვარელი. იესო იყო ამისი ნიმუში და ამიტომ წერია რომ შეიძინეთ მისი აზროვნება. აი ეს არის საუკეთესო შუალედი. თორე გარედან რა იქნება, რანაირი სახლი იქნება, რანაირი კედლები იქნება თუ რანაირი შპალიერი იქნება, ეს საერთოდ რადიკალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. ყველაფერს ეგოება ადამიანი მატერიას, ხო ასეა? გარემონტებულ სახლშიც გვიცხოვრია და ახლა გასარემონტებელშიც, მაგრამ ბედნიერება ცოტა სხვანაირი რაღაც თემაა, ხო? იქაც შეიძლება კრიზისულად გრძნობდე თავს. კიდაც გარემონტებულ სახლში. ჩემი ისა ვიღოთ ახლა მაგალითი, მე აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე გარემონტებულ სახლში რომ მიცხოვრია. ან ავიღოთ მაგალითად შეიძლება ვიღაცა უყურებდეს რომ აი ზოგი ყოველდღე რესტორანში დადის, უმწვადეებს ჭამს. ახლა ექიმებს აკითხე რა დღეში არიან ეგრეთი ადამიანები. და ვინც სიტყვაზე ბოსნეულსა ჭამს ხო, ბოსნეულსა ჭამს, ხილსა ჭამს, ბურღულეულს ჭამს, შეიძლება უფრო ჯანმრთელი ადამიანი იყოს და ყოველდღე უკეთესად გრძნობს თავს. კი. გახსოვს ბაბილონში სამი ტყვე ებრაელი ბიჭი რო სიბძნით გამოირჩეოდა და მეფის კარზე რო აიყვანეს, რომ განესწავლათ. 4 იყვნენ: შადრაკი, მეშაკი, აბედნეგო და დანიელი. და ისინი ხო არა ჭამდნენ ღორის ხორცს ებრაელები. ისინი კიდე იმათ სუფრაზე იყო ყველანაირი ხორცი. და სთხოვეს ერთ-ერთ ხელმძღვანელს, აი ამ ყოველდღე ვინც აი ამ სუფრებს აშლეინებდა, რომ ის მოგეციო, ბოსნეულიო და მწვანილიო. ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდაო. რას ამბობ დასუსტდებითო და მეფე რო შეგამჩნევთო, მე მომთხოვსო პასუხს. 10 დღე მოგეცივადაო. თუ რაიმეს შეგვამჩნევო, რომ უფრო ცუდად ავართო, კარგი. ისე მოიქცევით, როგორც გეტყვია. და 10 დღის შემდეგ რომ მივიდა და შეამოწმა, ყველაზე კარგა გამოიყურებოდა, სახეები უბზინავდათო. ანთებულები იყვნენ და ის დანარჩენები კიდე ამ ხორცისგან და ღვინისგან და იმისგან ჩაწითლებული თვალები და ისე ჰქონდათ. გამიგდადია. ანუ აი დღევანდელი მსოფლიო სხვანაირად უყალიბებს ადამიანებს აზროვნებას, იმიტომ რომ ბიზნესში ჩადებულია მახეები, რომ შენ გამოგიყენო, შენი დრო გამოიყენო, შენი სახსრები. ზომიერად შეგურო თქმა უნდა. კარგია, მაგრამ მე ვლაპარაკობ, რომ აი ვინც ესე ცხოვრობს, რომ სულ რაღაც წვადებში და სიმღერა რო არის, ხო იცი? ხიზილავა ჩურჩხელებიო. ანუ ესეც არ არის ბედნიერება.
ესეთი ადამიანებიც შემდეგ ავადდებიან და ის ხანმოკლე დროის ტარება მე ძალიან ძვირი ფასი უჯდებათ. იესო როგორ მაგალითს აჩვენებდა, რომ ძალიან ზომიერად იქცეოდა ყველაფერი. აბსოლუტურად. ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს, ვინმესეთ ექიმს უსმინე და გამიკვირდა. ანუ საერთოდ არ შეიძლება. და მართლა ყოველ დღეს ვავენ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ბიჭები, ახალგაზრდები არ ვიცი რა. უსაფრთხო დოზა არ არსებობს ალკოჰოლის. ანუ არ უნდა მიიღოს საერთოდ ადამიანი. ძალიან ცუდია. აი რა. ყველაფრისთვის. ყველაზე კიდე ჯანმრთელი გრძნობა და ბედნიერი გრძნობა, რაც შეეხება შუალედი კი არ არის მთავარი. ყველაზე მთავარი არის დღეს და ახლა გქონდეს გრძნობა მადლიერების. რაც აქვს. აი ეტო ვამბობ ხოლმე ყოველ დღე მაგას, ნახეთ? მადლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობა, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, თორე თუ ეს გრძნობა არ გაგაჩნია, სასახლეები კი არა, კუნძულები და ის რო გქონდეს და თუ ეს გრძნობა არ აქვს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გექნება. უბედურად იგრძნობა მაინც თავს. კიდე გენდომება რაღაც, რაც არ აქვს. აი რაც აქვს. მხოლოდ თუ აი ამისი მადლიერი ხარ, შეიძლება ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო და ყველაზე სავსე შინაგანად. იმიტომ რომ ბედნიერება მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, შენ შინაგან მდგომარეობაზეა უფრო დამოკიდებული. ხო ასეა? კი. შეიძლება სუპატარა ყვავილიაჩიკო გოგოს და იმან უფრო გაახაროს ვიდრე რაღაც სხვანაირად. აი რა მომენტი იქნება და რანაირად იქნება ეს გაკეთებული. აი შიგნიდან უნდა იგრძნოს იმ ადამიანმა ეს ბედნიერება და არა რა მისცეს. მაგრამ თუ მადლიერების გრძნობა არ აქვს, შეიძლება თქვა ასე ყვავილის რა ფასი აქვს ეკონომიკურად. მიხვდი? უნდა ოქრო იყოს, უნდა ბრილიანტი ან რაღაც მანქანა იყოს და ხო ხტები აი ესეთი მიდგომით. შემდეგ იმ მანქანას რო უყიდი სიტყვაზე. მე დაინახავს რომ კიდე ახალი გამოვა და ისე უკმაყოფილოა. ისე ცუდად აღწევს თავს. უკვე ის ფერი აღარ არის მოდაში რა მანქანაც აქვს. უკვე ისეთი მოდელი აღარ გამოვიდა და ვიღაცამ იყიდა და. ხო. ამასაც ხო უნდა. ეხლა თავისი აღარ მოსწონს. ხო და მაგიტო ვიძახი რომ შინაგანად თუ არა ხარ მადლიერი, რა მდგომარეობაც აქვს. ანუ წვრილმანებით მადლიერი გია, მანქანებზე არ არის აქ ლაპარაკი. ჩემი ყველაფერზე აბსოლუტურად. რაც გაქვს. მაგრამ იმას თუ არ აფასებ რომ გაიღვიძე დღეს. აი თუ ამ რაღაც წვრილმანებით ხარ ბედნიერი, მე დიდსაც აფასებ. ცირეთ შეთკული, ბევრშიც ერთგული იქნებაო. მზე რო ამოვიდა, სინათლე რო დაინახე, ღმერთმა რო მოგცა ამისი ისა რომ რამდენი ადამიანი არ იღვიძებს ხო გია? რამდენი ადამიანი, ხო, აი ბევრმა არ გაიღვიძა დღეს დილით და შენ რო ხედავ მზეს, კარგად არიან შენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მშობლები, ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი ბედნიერება, ხო ეგრეა. და ამას თუ აფასებ, მე ის დიდიც გეძლევა, ისი არ მოგეცემა, თუ არ აფასებ. იმიტომ რომ ბიბლიაში წერია. ცირეთში ერთგული, დიდშიც ერთგულია და თუ შენ ცირეთს არ აფასებ, ის დიდიც არ აქვს. არ გაცლებს. მადლიერი რო იყოს ჟანა. რა უნდა გახსოვდეს, იცი? ვინ ახარ შენ ამ სამყაროში და რამხელა ადგილი გიკავია. რომ შენი ამბიციები აბსოლუტურად მინიმუმამდე დაიყვანო. ძველ აღთქმაში ასეთი სიტყვები წერია, რომ მთელი ერებიო დედამიწისაო სასწორის პინებზე დაფენილი მტვერიაო. ღვთის თვალში. წარმოგიდგენია? სასწორის თებსზე რომ მტვერი დევს, აეგ არისო მთელი კაცობრიობის მოსახლეობა ღვთის თვალში. ხო და მე რა ვარ ეხლა მაგ მტვერში, წარმოიდგინეთ თქვენ ნაწილაკი. დაფიქრდი, რა ხარ ამ სამყაროში, რამხელა ადგილი გიკავია. და ზოგი აი ეს მტვერის ნაწილაკს იმხელა ამბიციები აქვს, რომ ეს სამყაროსაც ვეღარ იტევს ეს სამყარო უფრო. რათა გვაქვს მაშინ ეგ ამბიციები?
რათა გვაქვს მაშინ? რატო პატარა მტვერი ვართ? რატო იცი? ასე წერია რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ქმნილება ვართ და არა შემოქმედი. და ჩვენ რო შეგქმნეს და საერთოდ რო გავახილეთ მარტო ფიზიკური თვალები კი არა გონების თვალები და ყველაფერი დავინახეთ ჩვენ ირგვლივ. ჩვენ თავსაც დავხედეთ და ვთქვით რომ რაღაც არსება ვართ, ხო, ვიღაცამ შექმნა გაგვაჩია. და რაც ჩვენ ირგვლივ არის, ყველაფერი უნდა გვახაროდეს. გვახარებდეს. ვაფასებთ. ჰაერს რო სუნთქავ, წყალი რო დალი, ყველაფერი ძვირფასია, მიხვდი? და შენ რო უკვე მადლიერების გრძნობა აღარ აგაგ და უფრო მეტი და მეტი გინდა. ჩათვალე რომ შენ უფრო და უფრო მეტი არ გაგაბედნიერებს, იმიტომ რომ მომდევნო საფეხური ისევ მოლოდინში იქნება და ეს რაც უკვე გაქვს, თავს არ გაგხსნებინებს ბედნიერად. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მტვერი ვართ, გვერდხიან ღვთის თვალში. და სხვათა შორის, როცა ადამმა და ევამ შესწოდა, კიდევაც პირდაპირ უთხრა ღმერთმა, რომ მიწა ხარ და მიწას დაუბრუნდები, ანუ მტვერია ფაქტიურად ადამიანი. რა იქნა ის ქმნილება, რო წავიდა ამ ქვეყნიდან? სადღარი მისთვის შეუძლია გამოიყენოს ის ყველაფერი, რაც მის ირგვლივ არის. აღარაფერი აღარ შეუძლია. ამიტომ როცა ეს სიცოცხლე, ეს ძვირფასი განძი ჯერ შენშია, დააფასე ის შემოქმედი, ის ყველაფერი გაიგო. ამ ხელა ცოდნის კაცი ტაქსი შოფერი უნდა იყო ეს. რატო ყველა პროფესია დასაფასებელია? ხო, მაგრამ ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ მე პური უნდა გამოაცხოს, ხო იცი? ეგრეა. ჩვენ უნდა წავიდეთ ამ კუთხით და თქვა ახლა. მე ერთ მაგალითს მოგიყვან მაშინ კიდე. პავლე მოციქული. ვერ ვიტყვი. გიამიკი და კურსი. ფსიქოლოგიისა. ეხლა მისი ცოდნა რაც აქვს ეს ძალიან დიდი ცოდნა, არა მგონია რომ ამ კურსმა რაღაცა გრანდიოზული მისცეს, არა მგონია, მაგრამ ის რაც არის ის. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიის მიდგომებსაც უნდა გაეცნოს, ასე ვფიქრობთ ჩვენ. და მე რაღაცნაირად ჩამოაყალიბოს თავისი ტექნიკები, ძალიან დიდი ისა გვაქვს. როგორ თქვა, მიზნები. ნამდვილად აი მისი ცოდნა რაც აქვს და უნარი ძალიან ცუდია რომ ეს იკარგება და ადამიანებს ვერ ეხმარება ფაქტიურად იმის გამო რომ ამაზე ალბათ რავი სერიოზულად აქამდე არ ვუდგებოდით. მაგრამ ძალიან მჯერავს მე გოგოებო ნიშნებისა სამყაროდან. ძალიან და რომ მოდის ხოლმე სახლში. ყველა მაგას ეუბნება. აი სადაც მუშაობს თავის სამსახურში ხახს ხვდება და ესაუბრება. რა კარგი ფსიქოლოგი იქნებოდი, რა კარგი ფსიქოლოგი, ხო ეგრეა გია. ყველა მაგას ეუბნება და ეს არის უკვე იცით რა. თან ძალიან დიდი ხანია თქვენც ხო მიწევთ ხოლმე ამას. ეს არის ნიშანი სამყაროდან რომ შენ ეს უნდა გააკეთო. და არ უნდა უგულებელყო ეს. წლები. აი როგორ არის იცით? უნდა დაიწყო მაინც ამისკენ. რაც შინაგანად მოგწონს და მე ვიცი რომ ეს მისი საქმე არის და ძალიან გორჩი ვუდგება მეც. ამ საქმეში. ერთი სიტყვით მეც საფეთკი. ერთი სიტყვით გაივლის ამ კურსს. თანამედროვე ფსიქოლოგიის მიდგომებსაც გადავხედავთ
მერე ამ თავის ცოდნას რა თქმა უნდა ერთი რაღაცა მთლიანი ის ჩამოყალიბდება, როგორ ვთქვათ. მიხარი. რაღაცა ერთი შეიძლება არც არსებობს ესეთი რაღაცა, როგორ გითხრათ. ბიბლიური განათლება და ის ყველაფერი ბიბლიაზეა დაფუძნებული გოგოებო. იმიტომ ეს ერთ ფსიქოლოგს უსმენდი და ქალი არის და მამწყდა რა ვისახელი, ძალიან ცნობილი რა, იმაში აზროვნების აკადემიაშიც გამოდის ხოლმე და საუბრობს და ფსიქოლოგია აბსოლუტურად არის დაფუძნებული ქრისტიანობაზე უგია. ადამიანის ფსიქოლოგია არის ქრისტიანობაზე დაფუძნებული. და გიამ ეს ყველაფერი მეც, მაგრამ მას ამის ის აქვს უფრო რა, როგორ ვთქვათ, აი მოწოდებით არის ეს ფსიქოლოგი. შეუძლია, რომ ადამიანი ადამიანს დაეხმაროს. 20 წელი, რომელი ინსტიტუტია გოგოებო 20 წლიანი. 20 წელი ეს ყველაფერი ისწავლა. და წარმატებები უსურვეთ. დავამთავროთ კი ახლა ვიდეოც, იმიტომ რომ 1 საათია უკვე. კი ბატონო. პროფესიაზე ერთს ვიტყვიце, ანუ თქვი. რა დავასრულე, რომ პავლე მოციქული იყო ძალიან ცნობილი ფარისევლის გამალიელის მოწაფე. ძალიან ცნობილი იყო. ფაქტიურად სამღვდელო სასამართლოში ძალიან დიდი სიტყვა ეთქმოდა. და მაშინდელი სამღვდელო სასამართლო საერო სასამართლო იყო ჩვეულებრივად. სხვა სასამართლო არ არსებობდა. და მის ფეხებთან გაიზარდა, ანუ მის ფეხთან იჯდა. აი ესე გაიზარდა პავლე მოციქული. და ბოლოს, როდესაც ეს გზა მიატოვა და ქრისტეს გაყო, კარვების კერვა დაიწყო და იგრე ირჩენდა თავს. დიდარი ადამიანი იყო თავის დროზე. იმათ ფულიც ჰქონდათ სამღვდელოების შესაწირავებიდან. და კარვებსა კერავდა, თანსხვებთან ცხოვრობდა, დრო და დრო, სხვადასხვა თანაქრისტიანებთან და ესე ირჩენდა თავს. და ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ ყველაფერიო ნაგვათ მივიჩნიეო. ოღონდაც ქრისტე შევიძინო. ანუ პროფესიას როგორ უნდა შეხედო, იცი? თუ არსებობაში გეხმარება და შენ ოჯახთან შეგიძლია ერთი ლუკმა მოიტანო. ამისი მადლობელი უნდა იყო. და არ გადავარდე ფანატიზმში ამ ბიზნესისა და აი ამ მატერიალიზმისა და რასაც დიდი რაღაცა არ მოაქვს ისეთი ბედნიერება. ხალხი ბოლოს აფასებს თავის სარეცელზე, რომ ამ ყველაფერმა არ გახადა ისინი უფრო ბედნიერი. და რაღაც რამოდენიმე ერთ პატარა გოჯა რაღაც შეიძლება მოაგროვო მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ემოციები, რაც ნამდვილად აბედნიერებდათ და რასაც ყურადღება არ მიაქციეს. კი. ამიტომ პროფესიას არ აქვს ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ იმდენი შეუძლია ამ პროფესიას, რომ შენი ლუკმა გქონდეს, ხო? და თავშესაფარიც აქვს. ეს თავარი, ეს ყველაფერი არ არის თავარი. ჩვენ იმიტომ არ დავიბადეთ, რომ რაღაცა პირში ჩავიდეს და გაიაროს. მედია ასეთ პროფესიას არ ვაკენინე და ახლა ეგრე არ გამიგოს ვიღაცამ. უბრალოდ თუ შენ უკეთესი შეგიძლია გაუკეთო ადამიანებს, რო დაკავს, ეგეც ძალიან კაია, მიყავს, მოყავს ემსახურები, ხო? ნებისმიერი თმებს რო აჭრი, ისიც ხო ის არის, ღმერთის ქმნილებებს უალამაზებ. ნებისმიერი პროფესია დასაფასებელია, მაგრამ შენ თუ უფრო მეტად შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო და ამის ის გაქვს. ეს რა თქმა უნდა, გაქვს ამისი თავისუფალი არჩევანი შენ თუნისა. ეს უნდა გააკეთო. მე მაგალითად მქონია სამსახურში სიტუაციები, რომ ჩვეულებრივი საუბრით დაწყებულა და ისეთ ფორმაში გადაზრდილა, რომ მისამართამდე რომ მიმიყვანია 9 საათი აღარ გადადიოდა. იმდენი ხანია მელაპარაკებოდა, ანუ ზოგს აქვს რაღაც პრობლემა და რომ დაინახა რაღაც
ორიენტაცია დაანახებს, საიდან გამოვიდეს, რა პრობლემაა და როგორ შეიძლება მათი ჩაუწიო. ეს შენთვისაც იგივეა ქრისტე რომ ამბობს რომ გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს ვიდრე მიღება, აი ამას რომ გასცილ ძალიან ის არის. და მე რომ მოდიხარ ხოლმე გია და ეგ უფრო გიხარია ვიდრე ის რომ რულს ატრიალებ. ეგ აღარც გახსოვს იმ მომენტში. ეგ აღარც გახსოვს. იმიტომ რომ შულოვანი უფრო გახსოვს. შენი ეს უფრო არის ვიდრე ეს. მიხვდი? მაგიტო კი. ეგ ნამდვილად. და ამიტომ უნდა წახვიდე იმ კუთხით რაც არის შენ. ნახოთ ხო ეგრეა. ეცადოთ თუ საჭიროა ღმერთი ხელს მომიმართავს ამ სფეროში. თუ საჭირო არ არის და არ მომიმართავს. ჩემ ოჯახთან დავხარჯავ ამ ჩემ იმას რა ქვია სიტუაციას. ნახოთ. მოგიმართავს. აუცილებლად მოგიმართავს, იმიტომ რომ ეს კარგი არის, კარგი საქმეა. ანუ კარგია, სურვილი რო გაქვს რომ ვიღაცას დაეხმარო. და თუ გამოგდის ეგ. აი როგორ გითხრა? თუ შენია. აი ისეთი მაგარი გრძნობა, როდესაც შედეგს ხედავ. კი. რომ აი რა გითხრა, აი თუ გქონი ეგრეთი მომენტი, რომ სიხარულისგან შიგნიდან რაღაც გაჟრიალებსო. ჟრის ისაგაკ რაღაც ეკალმა დაგაყარა ბედნიერებისგან, აი უძვირ ვერაფერი ვერ მოგცემს ეგრეთ იმას სიხარულს რა. როცა ხედავ რომ რაც შენ გაეცი ადამიანი აი არ ვიცი ისაკნა რა ქვია ხელჩასაკიდი რო აქ ადამიანს ხელჩასაკიდი უკვე რა ხელი მოკიდოს და ამას გავაკეთებ იმ დღეს ერთ ფსიქოლოგს ვუსმენდი და ადამიანი მოვიდაო და მეუბნებაო რა რომ სხვა გზა არ მაქვს უნდა გავაკეთო არა თქვა რა მე ვთხარიო გააკო სხვა გზაო და მიყურებსო და რა და არ გააკეთო და ეს ბიჭიო თუ გოგო იყო თუ ბიჭი იყო ფრენით წავიდაო სახლში აი არაფერი არ უთხარიო და ეს კაცი იძახდა რომ თუ ძალიან მაგარი ხარ შენ თავს შენ თვითონაც შეგიძლია დაეხმარო მაგრამ არის ისეთი შემთხვევები როცა უკვე ეს აღარ შეგიძლია რა და ვიღაცა უნდა დაგეხმაროს ანუ ფსიქოლოგი უნდა დაგეხმაროს გამზადებული აი არაფერი არ უთხარიო უბრალოდ გააქვს სხვა გზაო არ გააკეთო და მირეკავსო და მადლობებს მიხდისო ზოგჯერ ადამიანს ისე ეკეტება გია რომ ვიღაცის დახმარება სჭირდება და შენ თუ ამაში დაეხმარები და ეს ამ კუთხით შეგიძლია შენგან ვითარება ნამდვილად ეს უნდა აკეთო იმიტომ რომ თანათან კიდე და კიდე უფრო დაიძაბება მდგომარეობა იარ გამოსწორდება და უფრო მეტი სპეციალისტი დასჭირდება რა სუფლიოს ამ კუთხით აი მე წამიდეთ შენც რაღაცნაირად არა ყველას წარმატება უსურვოთ გიასაც უსურვოთ ბედნიერება უსურვოთ ჩემო გოგოებო ჩემო სიხარული პოზიტივი და რაც შეიძლება მეტი მადლიერი გრძნობა ხო ერთი პროფესიაზე გამახსენდა ერთ კომენტარს უნდა ვუპასუხო აუცილებლად და დავამთავრებ დიდი ბოდიშის მოხდით ვინც არ ვართ იუთუბერები ეს ცოტა გადახვეულია რა თემიდან მაგრამ მინდა რომ ამ კომენტარს ვუპასუხო ჩვენ არ გვეკუთვნის ეგრეთ წოდებული სრულფასოვანი ცხოვრება ძალიან კარგი ადამიანი ჩახართ ოღონდ ზოგჯერ ყურს ძალიან ცუდად ხვდება თითქოს ჯიბრით რო საუბრობთ ზოგჯერ ან ასე შეიძლება მე მეჩვენება არ ვიცი ბოდიშს გიხდით თუ ვწდები ჩემო ზვირფასო ეხლა ნახეთ გუშინ ვილაპარაკე მე ამ თემაზე გია შენ არიცი რა უბრალოდ უნდა ვუპასუხო ამ კომენტარზე შეიძლება შენ არ იყავი აი ამ მომენტში საქმის ვითარებაში გარკვეული იცით რა ხდება მე სულ მაგას ვამბობ რომ ყველას გვეკუთვნის ყველა ქალს გვეკუთვნის ყველას გვეკუთვნის რომ სრულფასოვანი ცხოვრება გქონდეს უბრალოდ გუშინ იყო იუთუბერებზე ლაპარაკი და რატო ძალიან რთული სამსახური გვაქვს და
რატო არის ეს სირთულე რაში მდგომარეობს, იცით? მე ხომ მიყურებს ადამიანი. ეს ვითომ მე რომ მიყურებს და აქ რომ მეპირფერება, მიდის და სხვა იუთუბერს უწერს, ბლოგერს, ჩვენ იმაში გულისხმობ კონტენტში, ჩემზე ცუც. თან სახელით. ისე კი არა რომ რაღაცა ეს სახელით. ეს არის ყოველად დაუშვებელი, ეს არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. აი ეს თქვი და ეს რა თქმა უნდა გაღიზიანებას იწვევს, ჩვენ ადამიანები ვართ. არის ეს გამაღიზიანებელი, თან ძალიან. ეს ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქით, რომლებსაც დააქვთ ენა, რო წერენ ამ ყველაფერს, ეს გზრდის ჩვენ. მაგრამ ამ ადამიანის გულებში რა ხდება? თვითონ ვინც ესე იქცევა, მე რომ მეპირფერები და სხვაგან რო ამას წერ. ეს ძალიან ცუდია. ორმაგი სტანდარტით რო აკეთებ ამ ყველაფერს რაღაცნაირად აი გულისამრევია და ცოტა შეიძლება გამოიწვია ეს ჩემი გაღიზიანება ამან და ვთქვი და იუთუბერები რო ძალიან კაი გოგოები ვართ. ჩვენ იმაში გულისხმობ, ეგ ყველა მიცის. აი გადახედით. და ყველას ყავს 99% კარგი მაყურებელი. კარგები ვართ, გვეკუთვნის. უბრალოდ ამ თემაზე იყო ლაპარაკი და გვეკუთვნის დიახ სრულფასოვანი ცხოვრება. ჩვენ და ისეთ საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ ძალიან გვიყვარს ეს და ისეთი ძალიან ცოტა არის ჩვენი ანაზღაურება, გოგოებო. ისეთი ძალიან ცოტა არის, რომ აი არ ვიცი და ეგ ვთქვი, რომ YouTube-მა მეთქი უნდა გაგვიზარდოს ხელფასი ჩვენ, რომ უფრო კარგად ვიცხოვროთ და თუ ვიღაცას ეს არ მოეზონება, ეს მისი პრობლემა არის. თუ ვიღაცას გულში ისა ბოღმები გაუჩნდება, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მაინც უჩნდებათ და მაინც დააქვთ აქეთ-იქით ენები. ბოდიშის მოხდა არ არის საერთოდ საჭირო, ნუ ესე დაინახე შეიძლება, იმიტომ რომ არ იყავი ბოლომდე ამ საკითხში ჩახედული და გარკვეული რატოც რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. სახელებით რო დადიან და ანუ სახელებით მოიხსენიებენ თან. აი იმან ესე გააკეთა და იმან ისე გააკეთა და რა ვიცი რა, ეს ძალიან ბავშვური საქციელი არ შეიძლება ესეთი რაღაცა. და თან მე რომ ჩემთან რომ მოდიხარ და მე რომ მეპირფერები. არც გაუგებარი არ რჩება და ვიგებთ და ერთმანეთს მერე სკრინებს უგზავნიან და მეც მომდის ეს ყველაფერი. დასკრინავენ იმ კომენტარს ვიღაცას რომ მიუვიდა და ჩაგიგდებენ შენ. რა ვიცი, ვიმედოვნებ რომ ეს ყველაფერი ესე აღარ იქნება და ჩვენი საზოგადოება უფრო მაგრად ადგება. დავიდი ახლა გაკოცეთ და დროებით